რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობა სტუდიაში ჩვენ კინორეჟისორს ბატონ გოგა ხაინდროვას მას მოგლობთ გამარჯობა. გამარჯობათ. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გოგასთან ერთად ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევაფასებთ. ბატონ გოგა, ჩვენ მაისის პერიოდი გვახსოვს ის ალღა და საზოგადოებრივი ნებათახელვა, რომელიც გამჭვირვალობის კანონთან იყო დაკავშირებული. და მაშინ ვნახეთ რაც იყო ოპოზიციის მხრიდან მისი რუსულ კანონად მონათვლა და შემდეგ პროცესები და ამაო განმარტებები, ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის იმის შესახებ, რომ ეს ბევრად უფრო მსუბუქი ვარიაცია იგივე ფარასთან მიმართებაში, რომელიც კლასიკად ითვლება ალბათ ამ კანონებს შორის, ამერიკულ კანონს გულისხმობთ. და დღეს საკანონმდებლო ორგანოში განხილვადია უკვე კონკრეტულად ფარა და ამის მიზეზებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს. და ამ შემთხვევაში უკვე მისი კოპირების შემთხვევაში მინიმუმ ის ინსტრუმენტი იკარგება, რომელსაც შეეძლო რუსულ კანონად ამის წარმოჩენა. ერთის მხრივ არის ამერიკული ფარა და გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებები და მეორეს მხრივ არის პარლამენტში უკვე ახალი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. სხვა მიმართულებაა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში აი ამ ყველაფერში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საკანონმდებლო საქმიანობა და წარმოება ჩაეშვა და დაიწყო, ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჩვენ ლოკალურად ეს რაც გვაქვს მოცემულობა და გლობალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური სიო კი არ არის ბობოქარი რაღაცა ნებათახელვა დაიწყო. და ხო, ეს ქარიშხალი ისეთია, რომელიც იქ მხოლოდ ლოკალურად არ გაჩერდება და გავრცელდება. მინიმუმ USA-ც რო შევახოთ. აი ამ ყველაფრის ერთ პრიზმაში განხილვა, ერთმანეთთან ბმა და პერსპექტივაში დანახვა, თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? დიდი მადლობა. ბუნებრივია, რომ ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. ერთი ძალიან სერიოზული ასპექტი გამოგჩვა, ჩვენ კიდე ეს არის კანონი მედიის შესახებ. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს აზრით გადამწყვეტი. რომელიც ამ შემთხვევაში ბრიტანულთან იქნება კავშირში. მაგასთან მივალთ. კი ბატონო. ეს ცალკე ხო, არა ეს ასე ვთქვათ ერთ პაკეტშია ჩემს აზრით, იმიტომ რომ ერთი მოვლენიდან გამომდინარეა, რაც შეეხება რუსულ კანონს, რამდენადაც პარადოქსად არ უნდა ჟღერდეს. რუსული კანონი იმ კანონს ამერიკის ელჩმა თქვა პირველად ამის დეგნანმა და მაგან დაარქვა რუსული კანონი და ასე ვთქვათ ეს იყო დირექტივა, არანაირი დამოუკიდებელი აზროვნება და ფუნქციონირება ქართულ ოპოზიციას არ აქვს, იმიტომ რომ მაგის უნარი არ აქვს. ეხლა კიკო ვაშაძე და ის რო იქნება, რა ქვია, თაღლითობაზე მსჯავრდებული მამუკა ხაზარაძე რო იქნებიან პოლიტიკური ლიდერები, ეხლა ხო წარმოგიდგენიათ მესამე თვეა მიდის, ასე ვთქვათ, გამოსლები. ეხლა გამოსლებს თუ დავარქვევთ ამას, რაც ხდება, ეხლა უფრო ბირჟაობენ იქა და არც ერთი პოლიტიკური დღე არ ყოფილა. არც ერთი. და იმ მოქმედებას, რომელშიც შიგთავსი არ არის პოლიტიკური, არ შეიძლება რომ პოლიტიკური შედეგი მოიტანოს, შეუძლებელია. ისევე როგორც თუ მედიცინის თვალსაზრისით არ არის რაღაც მოვლენაში სამედიცინო შიგთავსი სამედიცინო შედეგს ვერ მიიღებ, ვერც ლიტერატურულს, ვერც დრამატურგიულს, თუ დრამატურგია არ არის. და ამას რასაც ჩვენ ხედავთ თბილისის ქუჩებში, არანაირი პოლიტიკური შიგთავსი არ აქვს. ამიტომ პოლიტიკური შედეგი ვერ დადგება. ეს არის ტყილა წყლის ნაყვა. ესენი ღლიან და ძალიანად კარგს აკეთებენ, იქნება კანცი გააწყვეტინოს იმ ადამიანებს, რომელსაც სხვა საქმე არ აქვს. ეს არის ძირითადად იმ ადამიანების თავყრილობა, რომელმაც თავისთავად ვერ იპოვეს ცხოვრებაში და ფიქრობენ, რომ იქ ყოველდღე რო ტელევიზორში გამოჩნდებიან და იქ რაღაცა მაღაზიაზე რო ილაპარაკებენ, რომ ევროპის მცველები არიან, ვინმე ამას სერიოზულად აღიქვავს. ეგენი რისი მცველები არიან? ჩვენ ვნახეთ იქ ჩხიბავების მიერ ცოცხალი ადამიანის ფიტულში ჩარჭობილი ნემსებით, რომ უფლის გამოსახულებით, რომ საშობაო ნაძვის ქვემოთ რო კუბო დაწვეს, ამაზე დიდი წარმართობა. ეს არის ის, რასაც ეწინააღმდეგებოდა თავისი არსით 2000 წელიწადია საქართველოს და ქართველი ხალხი. რის წინააღმდეგადაც, რის გამოც, რასთან წინააღმდეგობაშიც 100,000-მა ქართველმა დადო თავი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა უფლის რწმენა და მართლმადიდებლობა.
აი ყველაფერი ამის საწინააღმდეგოა ის რასაც ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. როდესაც ჭრელკაბაში გამოწყობილი წვერებიანი კაცი აი იქ რაღაცა ტრიალებს და ამას აღტყინებული ყიჟინით ხდება ახალგაზრდობა იქ მდგომი, ხო? ეს არის რეალობა, არანაირი პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ მოდის, იმიტომ რომ პოზიციას პოლიტიკოსები არ აყავს. არც ერთი. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი რომ პოლიტიკოსები იყვნენ, მაშინ ჩვენ პროცესთან გვექნებოდა, პოლიტიკური მოთხოვნები იქნებოდა. 70 დღეა ითხოვენ პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ჯერ ეს ერთი თვითონ ეს არის შეურაცხყოფელი ამ მოვლენა რაც იყო პოლიტპატიმრები მეზა კარგად მახსოვს, მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი. ხომ ეს მახსოვს სინდისის პატიმარი პოლიტპატიმრები ვინ იყვნენ? მერაბ კოსტავა იყო სინდისის პატიმარი 11 წელიწადი იჯდა ჯურღმულში. 48 კილო გამოვიდა, ჩემი ტანის კაცი იყო 90 კილოს დაახლოებით იწონიდა. 48 კილო გამოვიდა. 68 დღე შიმშილობა იმაში კარცერში. თქვენ იცით რას ნიშნავდა? სინდისის პატიმარი ეს იყო ამაზე დიდი იმდროინდელ ეპოქაში ადამიანი ესეთი მაღალი კატეგორიის ადამიანები არ არსებობდნენ. ეხლა ამ ვიგინდარებს, ვინც ცეცხლს ესროდნენ და מחვილს პოლიციელებს, ჩვენ ძმებს, ბიძებს, დეიდაშვილებს, მეზობლებს, მეგობრებს იმათ ეძახიან პოლიტპატიმრები, ორკვირიანი პოლიტპატიმრები როგორია? ნახევარზე მეტი გამოვიდნენ უკვე ამასობაში ეს პოლიტპატიმრები, რომელთმა გამოსვლასაც ითხოვდნენ განთავისუფლებას, ხო? აბსურდამდე აქვთ მიყვანილი ის, რაც საბჭოთა ეპოქაში იმ სასტიკრი რეჟიმის დროს, მართლა სასტიკი რეჟიმის დროს, რაც იყო ყველაზე ამაღლებული, რასაც თელი მსოფლიო პატივისცემ ფეხზე დგებოდნენ. როდესაც პოლიტპატიმრები, თქვათ, გაძევებული საბჭოთა კავშირიდან რა, თავის დროზე გააძევეს იქ თელი ასე ვთქვათ, ჯგუფი. ფეხზე დგებოდა მთელი მსოფლიო მათ დანახვაზე. და აი ამ ვიგინდარებს რა, ნამდვილ ვიგინდარებს პოლიტპატიმრებს ეძახიან და სინდისის პატიმარი ყოფილა ისა მზია ამაღლობელი, რომელმაც და ეს ინსტრუქციიდან იყო მაგათთვის ცნობილი. თქვენ ხარ ფიქრობთ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეგ თვითონ მოსდით და ეს ყველაფერი გაწერილია და შეგიძლიათ ნახოთ მარტივად ძალიან. ამათ იმეებს უტარებდნენ ტრენინგებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ამ მზია ამაღლობელმა ზუსტად ის შეასრულა, რაც წერია პირდაპირ აი იქ, რაც ასწავლეს. უთხრეს, რომ საჯაროდ უნდა ხელი დაარტყა პოლიციის უფროს, რისთვის, რომ შებღალო ავტორიტეტი, სახელმწიფოსი. აქ მიდის მიზანმიმართული მცდელობა მიდიოდა სახელმწიფოს ჩამოშლის. და ეს ვის რაში ჭირდებოდა დასავლეთში ჩვენ ყველამ ვნახეთ, იმიტომ რომ ეს პორნო ლიბერალიზმი რო ჩამოიშალა და ჩამოიშალა მთელ მსოფლიოში პორნო ლიბერალიზმი. ჩვენ გავხდით ისეთი ფაქტები, ჩვენ ეს ვიცოდით, უბრალოდ ამხელა ინფორმაცია არ ქონდა, რას წარმოვიდგენდით, რა სიღრმეში ყოფილა წასული ეს გარყვნილება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ USAID-ის მიერ იყო დაფინანსებული პროგრამა გაზას სექტორში, რომელშიც იყო 50 მილიონი დოლარი გადახდილი პრეზერვატივებში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რაზეა ლაპარაკი? ეს ხო ადრე 5-10 წლის წინ ვინმეს რომ ჩვენთვის ეთქვა, ვიტყოდი, ნუ ეხა კარგი რა, ყველაფერს საზღვარი აქვს. და ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, თეთრი სახლის პრესპიკერმა გამოიტანა ეს საბუთი და მთელ მსოფლიოს ანახა. თქვენ წარმოგიდგენიათ 2.800.000 კაცი ცხოვრობდა გაზის სექტორში. 50 მილიონი დოლარის პრეზერვატივი, 50 მილიონიზე მეტი პრეზერვატივი, აი ნუ ეს ეხლა გესმით რასთან აქვს? არც რაოდენობაში და არც მოცემულობაში შესაბამისობასთან. მე მაგას დააქცევდნენ იმ არაბულ სამყარო მოისპობოდა 5 წელიწადში ალბათ საერთოდ. ბავშვი აღარ გაჩნდებოდა იქ რო თავის სწორი მიმართულებით, მაგრამ ეს ხო ყველა გესმის რისთვის იყო გაკეთებული. აგერ არის 51 მილიონი დოლარი დახარჯული საქართველოს არჩევნებში. რისთვის? რო არჩევნებისთვის ხელი შეეწყოთ? არა, რო არჩევნები ჩაეშალათ. რო ხელისუფლებაში მოეყვანათ ეს შნირები, კიკო ვაშაძის რაზეც გინდა ხელს რომ მოაწერს. რაზეც გინდა ხელს მოაწერს, რასაც გინდა გაყიდის მამუკა ხაზარაძე, ვილსონს მიესალმა. ეს არის როგორი ბოროტმოქმედი, როგორი ქართველთ მოძულეა, იცის ვილსონი, იმის იქი წარმოდგენა ძნელია. დღეში 3 პოსტს დებს.
დღეში სუტყვილით გაჯერებულს და წარმოიდგინე როგორი ბოროტის ზრახვით არის დადებული რომ აი მიწასუთხრის საქართველოს სახელმწიფოს ვითომ თავისკუითი ბიძინა ივანიუს სასახმა რა მნიშვნელობა აქვს ამდენი ნეგატივი მთელ მსოფლიოში რომ ვრცელდება ქვეყანაზე ხო და მე ამას რომ მოყვება ინფორმაცია რომ 10 არჩევნებში ამ ძალას მიცა ქართველმა ხალხმა ხმა 10 არჩევნები აქვს ქართული ოცნება იგებს არჩევნებს 10 ჯერ ეს იგი ეს ერთმანეთს რო შეადარო, ხო? ის ვილსონი რასაც ლაპარაკობს, გამოვა რომ ეს უბოროტესი ძალა არის, ეს ქართული ოცნება მის სათავეში, ნუ რას არეძახ, რა ეპიტეტი ის კიმერჩინი ვილსონს რო კითხო იმასთან, ბიძინა ივანიშვილთან შედარებით არის ანგელოზი. და ეხლა ვინც ადამიანები, ვისაც ეს ესმის, ვინც ამას კითხულობს, ვინც გათვითცნობიერებული არ არის, რომ ნახავს რომ აი ესეთი სიბოროტე არის თურმე ქართული ოცნება და ეს ხალხი 10 წელიწადია 10 არჩევნებია მაგოცნებას აძლევს ხალხს. ესე იგი ეს ხალხიც ისეთი ყოფილა. ესე იგი ლაპარაკი რო სისტემას კი არ ებრძვიან, ქვეყანას ებრძვიან. რას ვერ პატიობენ, იცი რომ ერთადე ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთო იმაში სამყაროში, რომელმაც გაბედა და დაუპირისპირდა აი ამ პორნოლიბერალის ეხლა იმას deep states რო ეძახიან. ეს არის საქართველო და აზერბაიჯანი. მეტი ვერავინ ვერ გაბედა. ეს ბალტიისპირელები როგორც იყვნენ შნირები საბჭოთა კავშირში ისე არის გახდნენ შნირები მე ბაიდენის და აი ამ deep state-ების და იმეების არაფრის უნარი არ აქვს არანაირი სუვერენიტეტის ნასახი არ აქვს დამოუკიდებლობის ნასახი არ შეხედე რას ჩადიანეს სამარცხინო ხალხს რას აკეთებენ ჩვენ გვნახეთ მსოფლიო დაინგრა რეალურად აი ესეთი ფაქტები ვლინდება მილიარდობით დოლარი 130 ქვეყანაში 26 ქვეყანაში დაფიქსირებულია გადატრიალების მცდელობა ამაზე პირდაპირ ლაპარაკობენ დღევანდელი ადმინისტრაციის უმაღლესი დონის წარმომადგენლები პირდაპირ იძახიან რა ამას ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით ერთი კომენტარი არ გაუბედია აი ამ ჩამყაყებული ევროკავშირის ვერცერთმა დეპუტატმა, ვერცერთმა წარმომადგენელმა. დღე და ღამე ლაპარაკობენ საქართველოზე. რეზოლუციები და არა ვართ ამ ევროკავშირის წევრები და რას გადაგვეკიდეთ? თქვენ თავს მიხედეთ. ჩამოგეშალათ მთავრობები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში მემარჯვენეები მოვიდნენ. ნახე რა ხდება. დუღს და გადადუღს მსოფლიო და მეტი საქმე არ აქვს საქართველოს დარდობენ. ხო გესმის როგორი მნიშვნელოვანია მათთვის ესე ხო და ეს მაგაზე მეტყველებს რატო იცი იმიტომ რომ შენ გაბედე და უთხარე რომ შენ საქმეს მიხედე ბიძიკო და ჩემ ქვეყანას ჩემ მომავალს ჩემ სინდის ჩემ წარსულს აწყოს ჩემ ტრადიციას მე მივხედავ იმიტომ რომ შენ მაგის უნარი აღარ დაგჭა იმიტომ რომ შენ მხოლოდ სახელი დაგჭა ქრისტიანული სახელმწიფოების და გაირყვენით თავიდან ბოლომდე აღარც კაცი იცით აღარც ქალი იცით აღარც ბავშვი აღარც უფროსი და აღარც უმცროსი ყველაფერი დაკარგეს და ეს ამ ევროკავშირის ბოლო დღეებს ითვლის ჩამოიშლება ეხლა მიიღეს დემოკრატიის ფარი ახალი ასე ვთქვათ რაც გულისხმობს რომ შეუძლიათ გააუქმან არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რაც რუმინეთში გააკეთეს. რუმინეთში კაცმა არჩევნები მოიგო და გააუქმეს ის არჩევნები, იმიტომ რომ არ მოეწონათ ვინ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. პოლონეთში რა ხდება, შეხედეთ რა, იმისი რა ქვია, ამ რა გვარია მაგათი პრემიერ-მინისტრი ის რა ქვია გამახსენდება მე გვარი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ადრე იმაში რო იყო რა ქვია ტუსკზე ამბობთ ტუსკი ხო მაგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლონეთის პროკურატურამ გადატრიალების მცდელობით ანჯეი დუდა გამოვიდა და თქვა რომ ეხლა ვაწე ისეთი ამბავია რომ ნებისმიერ არჩევნებს გააუქმებენ რომ თუ არ მოეწონათ ვინ მოვიდა შენ გესმის სადამდე მივიდა ეს ევროკავშირი ეს დემოკრატია ეს აყვავებული ევროპა არის უმძიმეს კრიზისში და ამ კრიზისამდე მიიყვანა ამ ბიუროკრატიამ ამ გარყვნილმა ამ პორნოლიბერალურმა დემოკრატიამ რომელმაც პრაქტიკულად მთელი ეს ევროატლანტიური სივრცე დასა მიწაზე რა შეხედე რა ხდება აქ და შეხედე რა ხდება იქით ეს ვილსონი ეს მე არ ვიცი ეს რაღაცა ბოროტობის ნაშობი რა განცხადებაზე რომ ჩვენ თურმე ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ვემსახურებით ირანს ვემსახურებით და რუსეთს ვემსახურებით ჩვენ ქართველები
იმიტომ რომ თუ მთავრობა ემსახურება და შენ ამის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, ესე იგი შენც ემსახურები მზათა ხარ. ამ დროს აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელი პრინციპი, რომელზეც არის აწყობილი დღეს, ევროპას ყველაზე დიდი სავაჭრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან. ტრილიონამდე ადის. 860 მილიარდი ევრო. ჩინეთთან ვაჭრობა. შენ წარმოიდგინე, რომ ეს რაზეც არის ლაპარაკი, აზია ევროპის გამოერთიანებელი გზა, სადაც ჩვენ ცენტრალური ადგილი გვიჭირავს და ეს ასე ვთქვათ, შუა დერეფანი, ხო? სხვა ღირებულების არის ეს საერთოდ. არა, ეს აერთიანებს ევროპას და აზიას. არანაირი ინტერესი აქ ამერიკის არ არის. ეს თაღლითი ხაზარაძე უნდა იყო, რომელიც 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ არაშენებულიყო ანაკლიის სპორტი. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაშენებულიყო ანაკლიის სპორტი, იმ საბაბით, რომ ამერიკულ კომპანიას რა თუნდა ანაკლია. ანაკლიის სპორტი რა თუნდა ამერიკას. ამერიკას უნდა რომ ანაკლიის სპორტი არ არსებობდეს. აბა ნახეთ პანამის არხზე რა მოხდა, ხო? რამხელა ასე ვთქვათ ამბავი მოყვა ამ პანამის რატო? იმიტომ რომ ჩინელები იყვნენ იქა და ჩინელის ტვირთების მომდა. ბუნებრივი ხო და ნუ იქაც რთულად არის, ბოლომდე არ არის. და ანაკლია რა თუნდა, რატო უნდა ეშენებინა ამერიკულ კომპანიას ანაკლიის სპორტი? ერთი მკითხე. რა ტვირთებს უნდა გაევლო ამერიკულს ანაკლიაში, ხო არის შავი ანაკლიიდან ევროპამდე. ვაფშე რა კავშირშია? ევროაზიის დამაკავშირებელი დერეფანი ვართ. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დამაკავშირებლები ხო არა ვართ. ამიტომ ბუნებრივია რომ ჩვენი ინტერესი არის რომ ჩინეთიდან ერთადერთი ქვეყანა, ნუ ყაზახეთიც საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა რესურსებით, რომელიც შესაძლებელია ვთქვათ აქი წამოვიდა, მაგრამ ძირითადად ჩინეთი და ვისი ინტერესია ევროპის. ესე იგი ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ჩინეთის და ევროპის ბუნებრივად აქა ვართ. ამიტომ ეს პოლიტიკური მოცემულობა სხვა. არა, ეს დღეს ეკონომიკა მართავს სოფლიოს ტრამპის მოსვლამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ცალსახად, ასე ვთქვათ. აი აქ ერთი პასაჟი თუ შეიძლება. თქვენ ჩემზე უკეთესად გეხსოვებათ და გეცოდინებათ, როდესაც ბაქო-თბილისი ჯეიხანის თემატიკა რეალობად იქცა და ცოცხლად ამერიკაში მაგვიზი. ცოცხლად კამისა უკვე ვებსტრებოდი ხელი რომ მოაწერეს. სამუშაოება დაიწყო, მაშინ რუსეთს საერთოდ არ უნდოდა ეს და მაშინ იყო ნოვოსიბირსკის ორი რო გაკეთე იმისთვის რომ ელცინი დამშვიდებულიყო და პარალელურად ეს გაკეთებულიყო, ხო? რისი თქმა მინდა რომ იმ პერიოდში ევროპის წარმომადგენლები მაშინ გერმანიას სხვა პოზიცია ჰქონდა და რუსეთთან კიდე სხვა ურთიერთობა ჰქონდათ. გერმანია საერთოდ არ იყო ამერიკის მსგავსად მაშინდელ მოცემულობაში დაინტერესებული, რომ ჩვენთან ეს ასე აქტიურად გასულიყო. ეს უფრო ამერიკული მექანიზმი იყო იგივე რუსეთზე სამომავლო შესაძლო ზეწოლისთვის, ხო? ბიპი მერე შემოვიდა და ასე შემდეგ და რისი თქმა მინდა რომ იმ მომენტში ევროპისთვის ეს არ იყო ისეთი ღირებულების, როგორც დღეს, როდესაც ბიპიმ დაასრულა თავისი საქმიანობა, ახლა სოკარის ოპერირების ქვეშ არის, მაგრამ ის რაც რაღაცა პოლიტიკური ინსტრუმენტად განიხილებოდა ამერიკის მიერ და ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულება ქონდა სტრატეგიულ კუთხით. დღეს სხვა განზომილებითი ღირებულება ხდება ევროპისთვის, რომლისთვისაც ნავთობის ეს მილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ხო? ამ მოცემულობაში. რა თქმა უნდა და იმიტომ დრო იცვლება, ყველა დროს მოაქვს თავისი მოთხოვნილებები. ამ შემთხვევაში იმდენად დაკარგა პოლიტიკური გავლენა ამერიკის შეერთებული შტატები, აი ბაიდენის ადმინისტრაცია, ეს განსაკუთრებით ბოლო 4 წელი იყო კატასტროფა სრული. აბსოლუტური კატასტროფა. ეს ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში, ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში. ხელში საქართველო. სადამდე უნდა მიიყვანო შენი უგუნურებით, შენი ბოროტმოქმედებით, შენი წინდაუხედაობით და შენი სიბეცით, რასაც ახასიათებდა ბაიდენს და ასე ვთქვათ მის გარემოცვას და აქაურ ელჩებს. კელიდან დაწყებული, ეს უვიცი ესა რა, აბსოლუტურად. 30 წელიწადი არიან აქა და ვერ გაიგეს ვინა ვართ. საერთოდ არაფერი არ ესმით ქართველების რა. სიბნელეში არიან. რა უნდა გაეკეთებინათ, რომ ესე განეწყოთ თავის საწინააღმდეგოდ ქართული საზოგადოება. და ეს რო ესეა, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც აქ აი ამ ვითომ საპროტესტო მოძრაობას, ამას თუ შეიძლება საპროტესტო მოძრაობა დაუშვა. მე მინდა გითხრა, 750,000-მა კაცმა მიცა ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ. მე ვერ გეტყვი, რომ ყველა ნაციონალურ მოძრაობას მიცა. მაგრამ ქართული ოცნების წინააღმდეგ მე ესე აღვიქვა ამ მოვლენას, იმიტომ რომ ნუ აღარ უნდათ ქართული ოცნება. ესე იგი მესამე თვეა, ხო, დაიწყო რაღაც ეს ასე ვთქვათ, ეს გამოსვლები, ხო? გასეერნებები რა, ეს
ისენი რა ქვია, ბირჟაობა რა. და არ ემატება არც ერთი კაცი. სად არის 750.000 კაცი? მაგათი მხარდამჭერი და მომხრე. რატო არ გამოდიან? რატო არ არიან? რა უნდა ეხლა წარმოიდგინე ამ დროის განმავლობაში 50-60,000 კაცი რო გამოდიოდეს, ხო? შენ ხო გესმის ეს რა იქნებოდა რა შედეგას რას მივიღებდი მე ვიცი იმიტომ 86 წლიდან ქუჩაში ვარ ფაქტიურად და არც ერთ არაფერი არ მომხდარა საქართველოში ისეთი რაც ჩემი თვალით არ მენახა და რისი მონაწილეც არ ყოფილიყავი და მე ვიცი დინამიკა რა არის იმების რა ქვია აქციების და პოლიტიკური პროცესი რას ნიშნავს და როგორ ხდება როგორ იშიფრება როგორ დგინდება როგორ ლაგდება როგორ იგეგმება აი ყველაფერი კარგად ვიცი ძალიან ისე ამერიკის საელჩოს და ეს USAID და ეს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადი ახლა ეს პოლიტიკაში ვინც მონაწილეობს ეს ხო პირდაპირ სადაზვერვო დაწესებულებები არაფერი კავშირი მაგათ არასამთავრობო საქმიანობასთან არ აქვს ეს არის სადაზვერვო სამსახურები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების აი deep state-ის და ყველა დანარჩენი ვინც ამ პროცესში მონაწილეობს არიან ამ სამსახურის თანამშრომლები ამაში ფულს იღებენ თინა ხიდაშელი ფინანსდება ამერიკის დაზვერვიდან და ფინანსდებოდა ყოველთვის ისევე როგორც მაგის ქმარი ისევე როგორც კიკო ვაშაძე ფინანსდებიან პირდაპირ დაზვერვის სამსახურებიდან ისე როგორც ეს კაპიტანი გიგაური ლომჯარია და ეს თელი აისფედი მისფედი და სუყველანი ეგენი სადაზვერვო ეგენი არიან დაზვერვის თანამშრომელი უცხო ქვეყნების და დაფინანსება აქვს პირდაპირ ლაშა ბუღაძე ვითომ დრამატურგი რა ეგ არის დაზვერვის თანამშრომელი რა ამაში იღებს ფულს ეხლა როგორ არის ეს წარმოდგენილი რომ თქვათ იქ ისენი რა ქვია ფონდები იქ ისენი რაღაცა გრანტები და ასე შემდეგ რასაც გინდა იმას დაამარხონ რა მნიშვნელობა აქვს დავალებას გაძლევენ დავალებას ასრულებ ეს დავალება არის ამ ქვეყნის ჩამონგრევა იმიტომ რომ ხელის ბიჭი გახდე რა გეტყვიან გახსენი ფრონტი გახსნი ფრონტს გეტყვიან ეს როლი ეს პირდაპირ ხო გამოვიდა და თქვა პირდაპირ შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშ სურტყავდნენ მაგიდაზე აი ეს დეგრანი და ეუბნებოდნენ გახსენით მეორე ფრონტი კი 1-5 დღე გაუძლებთო მე პარტიზანულობს დაიწყებ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით ხო შედეგს ხო ხედავთ აგერ გვერდზე ქვეყანაში ხო გაშიფრულია ყველაფერი კითხვის ნიშნები აღარ არსებობს ესა მანამდეც ვიცოდით აი ამ სტუდიაში გვაქვს მე და შენ ნალაპარაკები სანამ ეს კატასტროფა სანამ ჩამოიქცეოდა ეს თელი ეს პორნოლიბერალიზმი, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ, რასაც ამერიკელები ლაპარაკობენ. წარმოიდგინე, რასაც თვითონ ამერიკელები რასაც ნახე რას ლაპარაკობენ, აბა უყურე, ხო? ესე იგი, CIA-ს კეტავენ, FBI-დან 6,000 კაცს უშვებენ, პენტაგონიდან 25,000 კაცს უშვებენ, ხო? მთლიანად დახურეს USAID 130 ქვეყანაში. 300-მდე დაყავთ USAID. ახლა პროექტებს მაგამ და ისა პრესა 300 ასე ვთქვათ, სხვადასხვა პრესის სხვადასხვა და 6,500 კაცი ხელფაზე ყავდათ. ხო, იქ უკრაინაზე ცალკე ციფრები. და მილიარდებზე არის ლაპარაკი, ათეულობით მილიარდზე არის ლაპარაკი, რომელიც იხარჯებოდა რაში უკვე თვითონ ლაპარაკობენ. აი ხა გუშინ ნახე აი აქ არის იმისი CIA-ის 25 წელიწადი იყო თანამშრომლობდა და ანალიტიკოსი და პირდაპირ ლაპარაკობს საქართველოს, რომ 26 მილიონი იყო ჩადებული იმისთვის, რომ გადაეტრიალებინათ ხელისუფლება. ამას ღიად ლაპარაკობს ყველა. აი ამ ბეცების გარდა აქ დადიან და რუსული გუშინ გამოვიდა ეს კრეტინი უგულავა, ეს თაღლითი, ეს ხაზინის ქურდი, მე ვიყავი იმ მთავრობის წევრი. როდესაც ბენდუკიძემ დამიდო მაგიდაზე საბუთი, სადაც ეწერა რომ 101 მილიონი ლარი აქვს მოპარულიო. გიგისო? გიგი ხო და მაგას დაიჭირეს მე 50 ხო დაუდასტურეს, ხო? მაგაზე იჯდა, გამოდის და იძახის ფარასკა რუსული კანონი. აი დაკოკილი ის სათამაშოები რო არის ხო იცი ეს დასაკოკი სათამაშო ისე არიან ეს რუსული კანონი აი ფილმი გადავიღე სიბზრის სიცრუისა ეგ ერთი კადრია რუსული ეხლაც ფარას რუსულია ამერიკის ეს ვკითხე მეთქი ფარა რუსულია და გაჩერდა რუსულია მეთქი ფარა აგერ ფარა არის ეხლა მაშინაც ხო შემოიტანა ხალხის ზალამ ორი ვარიანტი იყო. ფარა უმძიმესია. ფარა უმძიმესი კანონია, მაგრამ ეგერ უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაწმინდაო ამ ავგიების თავლებს. ვერ გაწმინდა ვერც ამერიკაში და ვერც საქართველოში, ვერ გაწმინდაო.
ამიტომ არის საჭირო ფარა არის ზუსტად საჭირო. თორე ის რა კანონი იყო არ გადამრიო წელიწადში ერთხელ უნდა დაედოთ ანგარიში რაში დახარჯეს ფული. რა კანონი ეს იყო? რა შუაში რუსული აქვს საერთოდ? გინდა რუსული, გინდა ჩინური, გინდა მონღოლური იყოს. რა მნიშვნელობა, რაც გინდა დაარქვი. რა სიტყობდა ეს კანონი? წელიწადში ერთხელ ანგარის ხალხის წინაშე რომ ფულს რაში ხარჯავდა. აღმოჩნდა რატო იყო ეს? რატო ამოხდა საცვლებიდან მთელი ამერიკის საელჩო, ხო? რატო დაიწყო ეს სამი მცდელობა გადატრიალების, ხო? ცეცხლით და מחვილით, ხო? როგორი უთავმოყვარეო არის ეს ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა თუ ვინც გინდა დაარქვი ეს ბიუროკრატები, ეს გარყვნილები რა, ამ ფულში, კორუფციაში ჩაფლულები. ის ევროკავშირი, სადღა არის ეს ევროკავშირი, რისთვისაც 60 წელში შეიქმნა ეს ევროკავშირი. სად არის იმის ნასახი, იმის ლანდი აღარ არის დარჩენილი. გარყვნილები კორუფციაში ჩაფლულები 550 კაცი რეზოლუციას ისე უწევს ხელს, რომ არც კითხულობს შიგნი რა წერია. სამარცხვინო, ხო? ითხოვდნენ სააკაშვილის სამონტყოფოში გადაყვანას, როდესაც ის 8 თვე უკვე სამონტყოფში. შენ გესმის ვისთანა გვაქვს საქმე? ეხლა შემოვიდა პატარა ნაკადული 1-80 კაცი არიან პარლამენტში, ხო? აი მემარჯვენეები, ვინ შემოვიდნენ, ვინც სიმართლის ლაპარაკი დაიწყო და პირდაპირ ეუბნებიან რა. ორბანმა პირდაპირ უთხრა იმას, რომ შენ ახარ სირცხვილიო ევროკავშირისო, ფონ დერ ლაინს. თუ ვინმე დაღუპავს, შენ ღუპავ ამ ევროკავშირს და ეგრეც არის. ფაიზერის იმას რა ქვია, კონტრაქტს ხელი მოაწერა 40 მილიარდი დოლარის. ფაიზერის სამლების შესყიდვაზე. რის შედეგადაც მაგისი ქმარი აფთიაქის გამგე, სადღაც გერმანიის რომელიღაცა რეგიონში აღმოჩნდა ფაიზერის იმაში რა ქვია, დირექტორატში, ხო? აი ეგ არის დღევანდელი. ხო, არა, გამოძიება მიდის. ბრიუსელი, მაგრამ საქმეს ისე მოაწყეს, ბრიუსელში არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეხლა ბრიუსელის პოლიციის გავლენა პორტუგალიაზე არ ვრცელდება. არც ესპანეთზე. ამიტომ კარგად მოეწყენ იქა, აბა ნახე ერთი რა ხელფასები როგორ ცხოვრობენ, რა ხდება და რას აკეთებენ. ამიტომ ჩვენ სასწაული რამე ვქენ, ჩვენ აღმოჩნდით ამ პროცესის მონაწილეები მსოფლიოში. მე არც მახსოვს ისტორიულად ესეთი მნიშვნელობის მეორე მსოფლიო ომის მერე ესეთი მნიშვნელობის პროცესი მსოფლიოს არ ახსოვს. თალსახად ახლა მიმდინარეობს გლობალური რეკონსტრუქცია გეოპოლიტიკის. ომის ფონზეც მიდის, წარმოიდგინე. ომის ფონზე მიდის, დამანგრეველი ომი მიდის ევროპის შუაგულში. დამანგრეველი ომი 3 წელიწადია. ამ ფონზე ჩამოიშალა მთლიანად ეს პორნო ლიბერალური სამყარო იყო მთელი ამერიკიდან მოყოლებული, მთელი ევროპა იყო ჩართრეული შიგნით. ხო, ბატონო გოგა, სამწუხაროდ გვანიშნები რომ 2-3 წუთი გვჭირდება საერთოდ რომ კიდე სხვა არაერთი კითხვა მქონდა, მაგრამ ლოგიკურად რო განვაგრძოთ თქვენი საუბარი და გითხრათ ის რა პროცესებიც ახლა თეთრი სახლის ირგვლივ მიმდინარეობს, რაღაც საოცრებაა. თითქოს რაღაცა სტერეოტიპებიც კი ჩამოყალიბებული. რევოლუცია არის. იცვლება აბსოლუტურად. რევოლუცია არის აბსოლუტურად აი სრული ამ სიტყვის გაგებით. ხო და აი ამ ყველაფრის ჩვენამდე მოსვლის და შემდეგ ამ ყველაფრის განვითარების რა პროცესებს არა მოდი მოვიდა უკვე ჩვენამდე ეხლა ის რომ საქართველოს ცდილობდნენ ამას პირდაპირ ლაპარაკობს უკვე სულ სამჯერ ძალიან მნიშვნელოვან დონეზეა საქართველოს ნახსენები ეგ კადრებშია ხო და ასე ეგ ნათელია ჩვენ გამოვდივართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გამოვდივალთ აი ამ უბედურებიდან რა ეს უბედურება დამთავრდება მე არ ვიცი როგორ იმიტომ რომ ძალიან რთული ვითარებაა ნახე როგორი წინააღმდეგობაა დემოკრატებისგან აი ამ ვილსონისნაირი ტიპებისგან. შენ წარმოიდგინე კეზერაშვილისგან რომ ფულს აიღებ, ხო, ვინ უნდა იყო? ვინ უნდა იყო, რომ კეზერაშვილისგან ფული იცოდე ვინ არის კეზერაშვილი და იმასგან ფულს იღებდე. იქ შეხედე აბა რა ამ შუმერები და ვიღაცები რა დღეში არიან. დემოკრატების დიდი წინააღმდეგობა მიდის. ეხლა მე იმედი მაქვს ტრამპს ესმის რომ ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია რა. ყველანაირად მოინდომებენ მაგის მოცილებას. მაგრამ პროცესი ისე წავიდა და ისეთი გუნდი შეიკრიბა და ასე ვთქვათ, ისეთი მასშტაბი მიიღო ამან უკვე, რომ ამის შეჩერება შეუძლებელია. ამის შეჩერებამ შეიძლება საერთოდ ჩამოანგრიოს ეს და ის რომ ევროკავშირი დაიშლება მაგას აგერ შენახარ, აგერ მე ხوار გონია რომ ამას დიდი დრო უნდა. ძალიან მალე მოხდება. იმიტომ შეუძლებელია რომ შენობა რომელსაც მთლიანად მომპალი აქვს საფუძველი, რომ ის იდგეს დიდხანს. ის ჩამოშლილია უკვე. სირთულეები კიდე ცალკე აქსელერატორი იქნება. ცალკე თემაა რა დღეში არიან, მაგრამ რასაც ღებულ, აი ეხლა რაც მიიღეს ეს დემოკრატიის ფარი რომ დაარქვეს, ეს დაანგრევს ამ ევროპას უმეჩველი.
ბიუროკრატიულს თორე რას ვეჩით ევროპელ ხალხებს ჩვენი ადგილი და თან ყველაზე მეტი რაზეც მეცინება ხოლმე რომ აი კარისი რა ჩვენ რა გვჭირ შესაშვები აქეთ შემოუშვებთ ევროპაში ზოგიერთ ერებს რა მადლობა ამასობაში ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო სტუმარი მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის თბილისის დროით გახლავთ 14 საათი 46 წუთი წინ სპორტის სიახლეების მორიგ გამოშვება გელოდებათ მადლობა დროებით გაიხარეთ